როგორც ვარაუდობენ 2011 წლის გაზაფხულზე დაინიშნება საპარლამენტო არჩევნები, სადაც ალბათ ეს ადამიანები მოხვდებიან პარლამენტში და თქვენ 2011 წლის აი ამ აქციამდე, ამ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც კულუარებში ვრცელდება და ასევე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაინიშნება, მანამდე აპირებთ ხელისუფლების გაშვებას სახლში? ჩვენ ერთი რამ მინდა გითხრათ, ნამდვილად ჩემი და ჩვენი მიზანი ნამდვილად არის ასე ვთქვათ პარლამენტში მოხვედრა. ეს მეათე ხარისხოვანი არის, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, იმ რვიანში ასე ვთქვათ 8 პარტიისგან რომელიც შედგება, ჩემთვის ძალიან ასე ვთქვათ გამოყოფდი რამოდენიმე ადამიანს, საფათილო ადამიანებიც არიან. დამერწმუნდა ჩვენ ამ ადამიანებს ფორუმიც იყო იქა და ჩვენ როდესაც სახალხო კრება დავანახეთ, რომ ალბათ რაღაცა ვერ დავანახეთ, მაგრამ რო დავანახეთ, რომ ჩვენი ძალა გაერთიანება არის დიდი ბირთვი, რომელიც ნამდვილად რეალურად შეცვლის ამ ხელისუფლებას. დამერწმუნეთ, რომ ის ღირსეული ადამიანებიც, რომელიც მე ძალიან ასე ვთქვათ დიდ პატივს ვცემ, ეს ადამიანებიც შემოგვიერთებიან. მე მგონია, რომ პირადული წყენებისა და პირადულ ასე ვთქვათ იმაზე არ უნდა იყოს ქვეყნისა და დიდი პოლიტიკის ასე ვთქვათ დიდ პოლიტიკა და პირადი ურთიერთობა ერთმანეთში არ უნდა ავრიოთ. ამიტომ მე მოუწოდებდი იმ ადამიანებს კიდევ რომ ჯერ კიდევ სანამ გვიან არ არის გადაწყვეტონ და ის ნაბიჯი გადადგან, რა ნაბიჯის სახალხო კრებაში გადადგა ფორუმმა. ეს იყო ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ბოლო დროს შემოერთა და კიდევ სახალხო კრების კარი კიდევ ღია არის და მე მგონია, რომ ამ 7 ახლა დარჩენილი 7 პოლიტიკური პარტიიდან ნამდვილად 1-2 ღირსეული პარტია კიდევ შემოერთება, ეს იქნება უფრო სწორად იქნება ღირსეული ნაბიჯი მათგან გადადგმული. ასე ვთქვათ, მე არ დამალავ და ისა რომ მე ძალიან დიდ პატივს ვფიქრია ჩეხრაძეს, მანანა ნაჭყებიას, დათო საგანელიძეს და იმ ადამიანებს დათო სახლეძეს, რომ ხო, აი მე მინდა რომ ეს ადამიანები, ამ ადამიანები ვიგულო ეს ადამიანები ნამდვილად სახალხო კრებაში და ხალხთან ერთად დამერწმუნდეთ, რომ ეს ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ ხალხი სადაც დადგება, ხალხი სადაც არის მოწოდებული, ჩვენ ყველაფერი უნდა გადავდოთ და უნდა გავერთიანდეთ და უნდა დავდგეთ ხალხის გვერდით. ჩამითვალეთ თუნდაც მოწოდებად, თუნდაც ეს იყოს 25 ნოემბრამდე ჩემი ბოლო მოწოდება, მაგრამ ვინც გაიგონებს ამ სიტყვას, ერთი ალალი ადამიანის მოწოდებად მიიღონ და მიიღონ იმ მოწოდებად, რომელიც ეუნება ასე მოუწოდებს მართალი სიტყვა თქვან მან თავიანთი ქვეყნის წინაშე და თავიანთი ერისა და თავიანთი პირადი და მეს წინაშე. აი ეს არის ჩემი ასე ვთქვათ ერთ-ერთი კიდევ პოლიტიკური პარტიების მიმართ მოწოდება. მე მგონია, რომ ალბათ მათ რაღაცის არ სჯერათ. ადამიანები და არის კატეგორია ადამიანები, რომელსაც ოპოზიცია დაერქვეს, ნამდვილად სახალხო კრება მათთვისაც შორს არის და სახალხო კრებისთვისაც შორს არის ეს ადამიანები. აი ეს კითხვა სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდოდა თქვენთვის მეკითხა. ანუ ქალბატონმა ბუჯანაძემაც ძალიან დიპლომატიურად ააცილა თავი ამ კითხვაზე ეპასუხა, მან თქვა, რომ ყველა პარტია მანდ ვერ გაწევრიანდება, განსაკუთრებით ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ცდილობენ, რომ მხოლოდ კონსტრუქციულები იყვნენ და შეგიძლიათ თქვენ პირდაპირ დაასახელოთ ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე ის პოლიტიკური პარტიები, რომლის გზა თქვენი აზრით არასდროს არ გადაიკვეთება და ვერასდროს ვერ აღმოჩნდებიან საერთო სახალხო კრებაში. პირველ რიგში მე ვიტყოდი ასე, რომ ადამიანები, რომლებიც თავის ასე ვთქვათ კარიერას აგებენ ხალხის ხარჯზე და თავისი კარიერა უპირველესია, იმ ადამიანების გზა ჩვენსკენ ნამდვილად არ იქნება, მიუღებელი იქნება და მიუღებელი იქნება როგორც პოლიტიკური ძალის, და ჩვეულებრივ როგორც ადამიანადაც მივიღოთ. აი ეს არის ერთ-ერთი ადამიანის მოსაზრება. რაც შეეხება იმას, რომ პირდაპირულობა, მე მგონია, რომ თუ მე ვსწავლობ პოლიტიკაში და ვსწავლობ ურთიერთობას, მე მგონია, რომ ზოგჯერ პირდაპირულობა საერთო საქმეს ზიანი მოუტანოს. ამიტომ ჯობია, რომ ასე ვთქვათ, ესეთი პასუხი გავცეთ იმ ადამიანებს, ვინც თავის კარიერას და კარიერაზე ფიქრობენ, ის ადამიანები
საქართველოში ფეხს ვერ ანუ მე შემიძლია გითხრა მათგანი, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ქართულ პრესაში და არა მარტო პრესაში გააკეთეს განცხადება, რომ ისინი არ არიან მზად და ისინი არასოდეს რევოლუციურ მოძრაობას საქართველოში არ დაუჭერენ მხარს, საერთო სახალხო მოძრაობას. ესეთი პოლიტიკური პარტიები არიან და მათ წარმომადგენლები, რომელთაც ასეთი განცხადებები ქართულ პრესასა და მედიაში გაავრცელეს, ქრისტიან დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები და გია თორთლაძის პარტია და ასე შემდეგ. ანუ ღია შეგვიძლია ვისაუბროთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ისეთი პროცესები მიმდინარეობდეს, ალბათ როგორც 2009 წლის აპრილის მოვლენები იყო, როდესაც სწორედ ამ იდეოლოგიურმა შეუთავსებობამ მოიტანა ის, რომ ვერ განხორციელდა ნორმალურად და ვერ წარიმართა ეს საპროცესო დაავად. ალბათ ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, იმიტომ რომ მოგვიწევს ალბათ 25-დან იმ ადამიანებს, რომლებიც შეუერთდებიან საერთო სახალხო კრების მიერ ორგანიზებულ აქციებს, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, იმიტომ რომ ერთხელ სამუდამოდ როდესაც თუ გვინდა რომ სამშობლო გადავარჩინოთ, რაღაცაები უნდა ვთქვათ, რაც უნდა უხერხული იყოს. ხერხული ნამდვილად არ არის და როდესაც მე მათ პირისპირ შევხვდები, პირისპირაცაც ვეთქვი იმას, რაც სათქმელია, ადამიანები, რომლებიც მე გითხარით, შეიძლება მე ამას ბილად ვლაპარაკობ, მაგრამ იმიტომ რომ უღრმესი პატივიცემისა და თქვენი მსმენელის მიმართ, იმიტომ თუ არა მე რა კატეგორიული ვარ ამ ადამიანების მიმართ, ღმერთია მოწამე და ამას ასე ვთქვათ, თვითონ ისინიც იგრძნობენ. მე ვარ მებრძოლი ადამიანი და არ მიყვარს არც ფერება, არც ზედმეტი შექება. ადამიანს როდესაც ზედმეტად აქებ, მას შეურაცხყოფას ახენებ, მაგრამ ვინც რისი ღირსია, იმას მიიღებს. ვისაც არ სჯერა, ხალხს ნუ გადაეფარება, თორე ხალხის ძალა ისეთია, ნაცარტუდად აქცევს თითოეულ მათგანს. მე ვიტყოდი, რომ ხალხის იმედი სადაც არის და სადაც ხალხის იმედი ხვივის, ამის ჩაქრობას ნურავინ ეცდება. თორემ მიიღებს ისეთ უმკაცრეს პასუხს, რომლის ასე ვთქვათ, რომლის წინაშე დადგომა შეუძლებელი არის. მე აი ესე გავცემდი პასუხს და დანარჩენი მე შემდეგ, როდესაც ალბათ გვექნება ჩვენ შეხება, პირისპირად სადაც გავცემ პასუხს, მე რასაც ვიტყვი, იმას ვასრულებ. იმიტომ რომ მე ვალდებული ვარ, რასაც და ვალდებულად ვთვლი ჩემს თავს, რომ როდესაც მე სიტყვას ვიტყვი, ის სიტყვა შევასრულო. და ეს სიტყვა ჩემი არის გაფრთხილება იმ ადამიანებისა, რომლებსაც იმ იმედს, ასე ვთქვა და იმ იმედის გაღვივებული იმედს უკლავენ თავიანთი მოქმედებებით ხალხს. თქვენ როგორც ლუკა პურტანიძე, რას მიმართავთ 25-მდე ქართულ საზოგადოებას და რას მოუწევთ? იმიტომ რომ კიდევ ერთი იმ ადამიანებს არა მარტო პოლიტიკის მართვა, არამედ ბევრი ცოდვა აქვს ჩამოსარეცხი. დიახ. და ამ ცოდვაზე უნდა იფიქრონ დღე და ღამე. მე მგონია რომ ცრემლით უნდა იფიქრონ. ასე რომ იმაზე ფიქრი რომ ლამაზად გამოხვიდე და სიტყვას თქვა, ეს არ არის. შენი მოქმედებიდან უნდა ჩანდეს შენ რას აკეთებ. და ყველაზე მთავარი ეგ არის, სიტყვა შეიძლება მრავალი იყოს, მაგრამ ამას მოქმედება და შენი საქმიანობა და შენი დამოკიდებულება და შენი ერთგულება და შენი ადამიანობა უნდა საზღვრავდეს. ყველაფერი ნათქვამი ამაში. და ბოლოსკენ რას მოუწოდებ ქართულ საზოგადოებას? ქართულ საზოგადოებას და ქართულ ხალხს მოუწოდებ, რომ მოდი დანარჩენ სოფლიოს ვანახოთ, რომ ჩვენ მართლა ღირსეულიერი ვართ. ჩვენ რომ მართლა ღირსეული ხალხი ვართ და ღირსი ვართ იმისა, რომ დანარჩენ ცივილიზებულ სოფლიოში ერთხელ და სამუდამოდ დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგვანს მოგცემს იმის უფლებას, რომ ღირსეულად შევხედოთ ჩვენ შვილებს, ჩვენს მომავალს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს გულში ღირსეულად ჩავიხედოთ. და 25 ნოემბერს, ყველანი 25 ნოემბერს უნდა დავდგეთ ერთად, რომ არ მოხდეს ის ნიუანსები, რა ნიუანსები ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს არ მოუტანს. რაც უფრო მეტი იქნება ხალხი, რაც უფრო რაოდენობრივად ერთად დავდგებით და ხელს ჩავჭიდებთ, მით უფრო უმტკივნეულად წავა ეს ხელისუფლება საქართველოდან. თუნდაც სახში წავიდნენ, მშვიდობიანად წავიდნენ და დანარჩენ სოფლიოს მიცემ, დანარჩენ საქართველოს მიცემ ცხოვრება იმისათვის, რომ აშენონ ეს ქვეყანა თავისუფლად და ლაღი, რაც ყველაზე მთავარია. დამერწმუნეთ, სილაღე ადამიანს ამშვენებს და ეს სიმშვენიერი საქართველოს უნდა დაუბრუნოთ. მადლობთ, რომ მოგბრძანდით, გვეწვიათ. რაც შეეხება
მე ორშაბათამდე მივიდი გადაცემას უძღვებდა ლევან ხუნწელი, ჩემი გადაცემის სტუმარი იყო მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და საერთო სახალხო კრების ძალიან აქტიური წევრი ბატონი ლუკა გურტანიძე. დიდი მადლობა.